ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ომის გამო შეფერხებული საავიაციო და ტურიზმის სექტორი აღდგენის ტენდენციას აჩვენებს 27 თებერვლის შემდეგ პირველად Qatar Airways-მა და კიდევ რამდენიმე ავიაკომპანიამ დოჰას მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება განაახლეს. ტავ-ჯორჯიაში აცხადებენ, რომ თბილისი-დოჰა საჰაერო ხაზზე რეისები ყოველდღიურად შესრულდება. ამასთან მარტ-აპრილში ტურიზმში შემოსავლების კლების შემდეგ მაისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები აღდგენას აჩვენებს. გალტე ტაგარტის ინფორმაციით, მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.5%-ით 380 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით წელსაც მაჩვენებელი 4.19 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. გაუქმებული ჯავშნებისა და ფრენების შემდეგ აღდგენის რა ტენდენციას აჩვენებს ტურიზმის სექტორი და როგორია მოულდინები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ამ თემებზე სტუმართან ინჯ ჯგუფის დამფუძნებელთან პატა კოკოიას ერთად ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით ბატონო პატა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში მობრძანებისთვის. როგორც თქვით, შედარებით აღდგენის ტემპი ჩანს ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ მონაცემებში რიგმა ავიაკომპანიებმა უკვე განაახლეს ფრენები, რომლებსაც შეჩერებული ჰქონდათ იგივე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ამერიკა-ირანის ომის გამო. ასევე ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ მაისში შედარებით დადებითი ტენდენცია არის შემოსავლების ნაწილში. უშუალოდ რომ ვისაუბროთ თქვენი სასტუმროების მაგალითზე, როგორც ვთქვით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაქვთ თქვენ სასტუმროები, თუ არის აღდგენის ტენდენცია და რომელი ქვეყნებიდან ფიქსირდება აღდგენა, ეს არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები თუ სხვა მიმართულებებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. გეტყვით, რა თქმა უნდა, ძალიან რთული მარტი გქონდა, აპრილი გქონდა, თუმცა 5 თვის მონაცემებით რო შევადარეთ, თბილისში ძალიან ცოტათი, მაგრამ ზრდა გვაქვს, ქუთაისში ძალიან ცოტა 5 თვე შევადარეთ, შაშადელ 5 თვეს ძალიან ცოტა და აქაც ზრდა გვაქვს, გორშიც ზრდა გვაქვს, სამწუხაროდ კლება გვაქვს გუდაურში, ახალციხეში თითქმის იგივეა, რაც შარშან იყო პირველ 5 თვეში, თუმცა ივნისში უკვე ვნახეთ, რომ ივნისის ბოლომდე აუცილებლად გავასწრებთ შარშანდელ 6 თვეს, რაც შეეხება გუდაურს, აქ გვაქვს დაახლოებით 15%-იანი კლება. მომას თავის მიზეზები აქვს, იმიტომ რომ გუდაურში ზუსტად ის ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ ტურისტები, საიდანაც ფრენები გაუქმდა. ეს არის ისრაელის, ეს არის კალთის ქვეყნები, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და მეტი არც არავინ ჩამოდის ახლა პრინციპში გუდაურში, ხო და აქ კლება გვაქვს, თუმცა ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ეწლევანდელი ივნისის, შაშანდელი ივნისთან ნაკლები იქნება გუდაურში. თუმცა ვფიქრობთ, რომ ივლის-აგვისტოში შეიძლება დავეწიოთ 8 თვის, 9 თვის მონაცემებით. თლიანობაში ზაფხულის სეზონის მოუდინები როგორი არის და პროგნოზები პრინციპში ივნისის ნახევარი გასულერს, ჯავშნები თუ არის აქტიური იგივე ამ ქვეყნებიდან და სხვა ქვეყნებიდან და საიდან ჩანს რომ შეიძლება დაბალანსდეს რაღაცნაირად ის დანაკლისი, რომელიც პირველ თვეებში იყო. ესე იგი, დანაკლისის დაბალანსება მოხდა თურქეთიდან, პირველ რიგში ევროპა გაიზარდა, თურქეთი გაიზარდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნები გაიზარდა. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიდანაც გაიზრდება, იმიტომ რომ მატარებელი აღდგა, იცით, აუცილებლად დაემატება ამას ჩინეთიდან ტურისტების და იმიტომ რომ იცით, რომ შანხაიდან დაგეგმილია და გაიხსნება პირდაპირ რეისები და ინდოეთმა, როგორც ვიცი, უნდა აღადგინოს ივლისიდან ფრენა. რა თქმა უნდა, ეს დაბალანსდება, თუმცა წლის დასაწყისი იყო ძალიან კარგი. ვფიქრობ, თუმცა ჩვენ ყოველ წელს ვფიქრობთ, რომ წელს კარგი წელი გვექნება და მე ან ომი იწყება და ან კოვიდი რა. სამწუხაროდ გაუთვალისწინებელი იყო, ვფიქრობდით, რომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რომელიმე ქვეყანაზე არ ჩამოვკიდოთ, მაგალითად ისრაელს ძალიან დიდი მოთხოვნა ჰქონდა გუდაურში და ვფიქრობთ, 40%-ზე მეტს არ მოგცემთ, იმიტომ რომ აი თქვენთან რომ ომი დაიწყოს, მაგრამ ეს თუ მთლიანად ჩაითრევდა კალთის ქვეყნებს და მიაყოლებდა ინდოეთს, კორეას, წარმოუდგენა არ ჰქონდა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. არის ამ ქვეყნებიდან რომ ჩვენ ვთქვით, რომ რეისები გარკვეულწილად აღდგა, ხო, ავიარეისები. არის ისევ აღდგენის ტენდენცია თუ მაინც თავს იკავებენ ეს ქვეყნები, გულისხმობ ისრაელი იქნება თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. რა თქმა უნდა არის აღდგენა, თუმცა იმდენად არის ბილეთები გაძვირებული საავიაციო ბენზინის გაძვირებასთან დაკავშირებით, რომ უჭირთ რა თქმა უნდა და საქართველოს არ ასოცირდება ისეთა, სადაც ლაქშერი ქვეყნებთან და სადაც ძალიან დიდი თანხის გადახდა იქნება შესაძლებელი და თვითმფრინავის ბილეთი უფრო მეტი ჯდება, ახლა დღეს ვიდრე ჩვენთან დასვენება, რადგან დიდი დისტანციებიდან უნდა ჩამოვიდნენ და რა თქმა უნდა თუ ფასი რაღაცა ნიშნავს მიაღწევს, რაღაც გონივრულ ნიშნავს, რა თქმა უნდა აღდგენა საკითხთანაც ველოდებით. აი, შენებაში არის აქტიური ჯავშნები ზაფხულის სეზონთან მიმართებაში და ძირითადად რომელი ქვეყნები აქტიურობენ ამ შემთხვევაში?
სადმე კითხებით ეს თბილისში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ქუთაისი, გორი არის და ძალიან კარგად არის დაჯავშნილი თბილისში, ქუთაისში, გუდაუთში, ახალციხეში, გუდაუთში ნაკლებია ახალციხეში და გორში. გორში მაგალითად ძალიან აქტიურობენ ქართველები და ძალიან მოსოდგორიინი. გააქტიურებულია ევროპა, მომატებულია გითხარით თურქეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები. უზბეკეთი დაინიშნა უკვე კვირაში 2 რეისია და მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნებიც აღდგება. დანარჩენი რომელიც გაუქმებული იყო. აი, რაც შეეხება ურთიერთობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, ჩვენ გვახსოვს, რომ გასულ პერიოდში თვეებშიც იყო გარკვეული შეხვედრები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ახლა თქვათ თუ არის რამე ისეთი საკითხები, რაზეც გსურთ შეხვედრა ან დაყენება რაიმე პრობლემური საკითხებისთან, თუ არის დაგეგმილი ზოგადად შეხვედრები ან მაგალითად ეკონომიკის სამინისტროში ან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეხვედრა, ეს ზუსტად როდესაც უკვე ომი დაიწყო და ძალიან სერიოზული ვარდა ქონდა, ვფიქრობდით, რომ თუ ეს ესე გაგრძელდება, იქნებ დაგვეყენებინა შუამდგომლობა რომ ქონების გადასახადი არ გადაგვეხადა ან გადაევადებინა, თუმცა მე მოხდა ივნისში აღდგენა და შესაბამისად სათხოვარიც არაფერი დარჩა. ანუ მთლიანობაში თუ არ ვწდები უკვე იყო ხო ქონების გადასახადის გადაიხადეთ. გადავიხადეთ ყველა სასტუმრომ გადაიხადა. აი, რაც შეეხება ფასებს, თქვენ თქვით რომ ბილეთები, ავიაბილეთები ცალსახად გაძვირებულია მიმდინარე მოვლენების გამო და არ ვიცით როდის შეიძლება ხო ფასები დასტაბილურდეს. თქვენ თუ მოგიწიეთ სასტუმროებში ფასების ზრდა ნომერზე თუ თქვათ არსებული ვითარება ჯერჯერობით არ გაძლევთ ამის საშუალებას. მე გეტყვით რომ პირიქით არ აგვაძლევს რა თქმა უნდა საშუალებას, ფასები რო გაზარდო, ჭარბი ნაკადი უნდა კონდეს ტურისტების და დღესდღეობით არ არის ეგეთი მდგომარეობა. კიდევ მეორე სხვა სასტუმროებში გუდაურის გარდა ოდნავ მატება გვაქვს, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ ფასების ზრდა მოვახდინოთ. ვერ აიტანს უბრალოდ ეს ბიზნესი. ბატონო პატა, გასულ პერიოდში ვსაუბრობდით რიგი მოვლენების გამო წინა წლებშიც, რომ ევროპიდან იყო შედარებით ნაკადი შემცირებული. ახლა თუ არის თქვენ თქვით, რომ არის გაზრდილი, ამის ხარჯზეც შეგიძლიათ თქვათ, რომ არის ნაკადი. კი, ტურიზმის ადმინისტრაცია აქტიურად მონაწილეობს გამოფენებშიც, როუდ-შოუებიც აქვს ევროპაში გაკეთებული და ევროპიდან მატებას არ ვემდურით, თუმცა ვემდურით პირიქით აქეთ კლებას იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ნამდვილად არ მოველოდით. ну, როგორც თქვით, ახლა ბილეთების გაძვირების გამო არის ეს სიტუაცია. აი, მთლიანობაში რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს და მიმზიდველობას, ამ დარგის ხშირად გვისაუბრია ამაზე, ხო, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა მიწოდება სასტუმროების და ბევრი ბიზნესი გადმოერთო ამ სეგმენტში. ახლა როგორი სიტუაცია არის და მაგალითად იმ ჯგუფი თუ აპირებს გაფართოებას, ან უკვე არსებულ ლოკაციებზე, არსებულ ქალაქებში, ან ახალი ქალაქების ათვისება ხომ არ მოიაზრება? ასე იგი, ჩვენ განვახორციელეთ წელსაც ინვესტიცია გუდაურში ერთი კორპუსი მთლიანად ავეჯი შევცვალეთ, გავარემონტეთ, თუმცა ახალი სასტუმროების აშენებას ჩვენ არ გეგმავთ, იმიტომ რომ ეს ბიზნესი აღარ არის მომგებიანი, აღარ არის მიმზიდველი. აშენება და გარემონტება ჯდება საკმაოდ ძვირი და უკუგება აქვს ძალიან დაბალი. ეს ბიზნესი მომგებიანი აღარ არის სასტუმრო ბიზნესი. შესაბამისად, ჩვენ პირიქით სხვა ბიზნესებიდან ვცდილობთ არსებული კრედიტების დაფარვას. ნუ ფარავთ კიდევაც. აი, ამის თავარი მიზეზი რა არის? ამაზეც ერთხელ გვისაუბრია, ანუ მიწოდება გაიზარდა ძალიან სწრაფად თუ მათ შორის იგი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც გააკეთა ესეთი კომენტარი, რომ იქ სასტუმროების რაოდენობა ძალიან დიდი არის. თუ გამოდის, რომ ისე ფაქტია, რომ ისეთი ტემპითაც ალბათ ვერ იზრდება ნაკადი ტურისტული, მათ შორის არსებული გამოწვევების გამო, რომ დააკმაყოფილოს ეს მიწოდება სრულად. იცით რა არის, რა თქმა უნდა, ტურიზმის ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში მართალია და ტურისტების ნაკადი იზრდება საქართველოში, თუმცა ჩვენთან ეს ბიზნესი ხო ყველგან ისე სწრაფად გაიზარდა. ეხლა დეველოპმენტსაც მე ვფიქრობ, რომ ეგეთი დღე შეიძლება დაუდგეს. ჩვენ ძალიან ვზრდით დეველოპმენტშიც ბინების მიწოდებას. არ ვიცი ესე დაეწევა თუ არა გაყიდვები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ რომ ნახეთ დაახლოებით ჩაშანდელთან შედარებით ნორმალური ზრდა აქვს გაყიდვებს, თუმცა იმდენად იზრდება დეველოპერების რაოდენობა, რომ შეიძლება აქაც მოხდეს ჭარბი მიწოდება. და სასტუმრო ბიზნესში რა თქმა უნდა გვაქვს ჭარბი მიწოდება, ძალიან ბევრი ნომრები აქვს და კიდეც ნახეთ რა ზამთარში თქვათ ძალიან ბევრი სასტუმრო ან დაიკეტა ან გაჩერდა. და ბევრი სასტუმრო იყიდება კიდევაც. ახლა დღეს მაგალითად შეგვიძლია სასტუმრო უფრო იაფად იყიდო, ვიდრე აშენო და ამიტომ მე აზრს ვერ ვხედავ ახალი ფულის ჩადების. თქვენ თქვით რომ არ აპირებთ თქვათ შემდგომ ინვესტიციებს ხო ამ სასტუმროს იგივე ახალი სასტუმროს აშენებას, გამოდის რომ შეიძლება სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი რჩება, ხდება საინვესტიციოდ ეს მიმართულება არსებული გამოწვევების ფონზე. ესე იგი დღეს აი თავს დავდებ და შემიძლია
100% დარწმუნებით თქვა, სასტუმრო ბიზნესი კრედიტებს ვერ იტანს. ყველაზე დიდი რაც შეიძლება სასტუმრო ბიზნესმა აიტანოს, ეს არის 1 კვადრატულ მეტრზე $200. ამაზე ხელს მოვაწერ და პასუხს ვაგებ. დანარჩენი უფრო მაღალი კრედიტი თუ გაქვთ, აუცილებლად სხვა ბიზნესებიდან მოგიწევთ ფულის მოტანა. თქვენ თქვით, რომ ეხლა ეგეთი სიტუაცია გაქვთ, რომ სხვა ბიზნესები აფინანსებენ სასტუმრო ბიზნესს, დეველოპმენტი ახსენეთ, სადაც არის იჯგუფი, მათ შორის წარმოდგენილი. აქ როგორი არის თქვენი გეგმები და ხედავთ, რომ აქაც ახსენეთ, რომ შეიძლება დეველოპმენტსაც დაუდგეს ისეთი დრო, როცა მიწოდება უფრო სწრაფად გაიზარდოს, ვიდრე მოთხოვნა. აქ რა რისკებს ხედავთ უძრავი ქონების ბაზარზე და როგორ ხართ ახლა პოზიციონირებული უძრავი ქონების ბაზარზე? ესე იგი, ჩვენ ვართ ქუთაისში წარმოდგენილი, დაახლოებით 200 რაღაცა ბინას ვაშენებთ იქა და თბილისში 1000 ბინაზე მეტი უკვე ჩავაბარეთ და დღესდღეობით ახალი პროექტი გვაქვს დაწყებული დიდიღომში 800 ბინაზე ოდნავ მეტი არის. თუმცა ჩვენი მთლიანად საქართველოს ბანკის მიერ თავიდან ბოლომდე არის დაფინანსებული და არ ვარ ჩამოკიდებული, გაიყიდება თუ არ გაიყიდება. ანუ დღეს დეველოპერი თუ ფიქრობს, რომ იცი რა, აი მოდი აუცილებლად გავყიდი, მე ვფიქრობ დიდი რისკის ქვეშ დგება რა. აუცილებლად გავყიდი და გაყიდული ფულით ავაშენე. მე ვფიქრობ, რომ ან ეს თანხები დეველოპერს მოძიებული უნდა ჰქონდეს ან საკუთარი, ან ბანკიდან თუ გინდა რომ მიიყვანო და რაღაც არ დააკლო. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოვიდეს დემპინგური ფასებით და ისეთი ფასით, რომელიც შეიძლება არ ეყოს დამთავრებას კორპუსის. და თქვენ ხედავთ აშკარა რისკებს აი დეველოპმენტის ბაზარზე, რომ შეიძლება ჭარბი იყოს მიწოდება და მოთხოვნა ისე ვერ გაიზარდოს. ამ წუთას მე ამ რისკებს ვერ ხედავ, ზუსტად ამ წუთას ამ რისკებს ვერ ხედავ, თუმცა ქართველის ბუნებიდან გამომდინარე მე ზუსტად ვიცი, რომ ყველა ბიზნეს სხვას დაანებებს და რო იციან, რომ დეველოპმენტი მომგებიანია, მთელი ყველა ქართველი აქ დაიწყოს ბიზნესში ინვესტირებას. ამიტომ როგორც აღნიშნეთ, რაღაცნაირად თავად უნდა გადააზღუსავოთ დეველოპერმა რისკები, რომ დაფინანსება უნდა ქონდეს მოძიებული მას, მათ შორის საბანკო, რომ არ იყოს გაყიდვებზე დამოკიდებული. კი, ეს აუცილებლად იქნება რისკი, თუ მარტო გაყიდვებზე იქნება ჩამოკიდებული, დეველოპერი აუცილებლად დიდი რისკის ქვეშ დააყენებს თავის ბიზნესს. ასევე მინდა გითხოთ კადრების დეფიციტზეც, რამ თქვენ ახლა როგორც თქვით, ხართ როგორც ტურიზმის სექტორში, ანუ სასტუმროების მიმართულებაზე, ასევე დეველოპმენტში და სწორედ მათ შორის გასულ პერიოდში ეს ორი სექტორი იყო, რომელიც სულ საუბრობდა, რომ არის კადრების დეფიციტი, მათ შორის ქვეყნიდან მიგრაციის გამო, რომ გაედინებიან კადრები. დღეს რამდენ წავედ დგას კადრების დეფიციტი, იქნება ეს დეველოპმენტი თუ იქნება იგივე ტურიზმის სექტორი. რამდენად ხედავთ კადრების დეფიციტის პრობლემას და როგორ ინარჩუნებთ კადრებს, ასე ვთქვათ. იცით რა არის, ცოტა ყოველთვის ცოტ-ცოტად იზრდება ხელფასები დეველოპმენტში განსაკუთრებით გამომუშავებაზე ადამიანი და ზუსტად ვიცი მე მოთხოვნა რა აქვს, ეს არის ხელოსანი ეუნება ყოველთვის დამსაქმებას. მე უნდა იცოდე, რომ დღეში უნდა გამომივიდე 300 ლარი, ამაზე მინიმუმ 300 ლარი, ამაზე ნაკლები თუ გამომივიდა, ნუ მე წავალ და სხვაგან მოვძებნი იმას. ამიტომ დეველოპერი უნდა ეცადოს, რომ მინიმუმ 300 ლარი ადამიანს ხელოსანს დღეში აი ისე მიაწოდოს სამუშაო, რომ მინიმუმ 300 ლარი კონდეს დღეში. და არის კადრების დეფიციტი ახლა გულისხმობ ტურიზმის სექტორში და სასტუმროებშიც და გიჭირთ მოძიება თუ ისე მწვავედ აღარ დგას ეს? ისე მწვავედ აღარ დგას, იმიტომ რაღაცნაირად დასტაბილურდა ეს ხელფასები, ხალხის დასტაბილურდა. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ თქვათ მაღალ სეზონზე რა თქმა უნდა პრემიის გაცემაც შეგიძლია, დაბალ სეზონზე ჩვენ მაგალითად გუდაურიდან ძალიან ბევრი გერმანიაში წავიდა სამუშაოდ სეზონურად. თუმცა დაბალ სეზონზე იმდენი ტურისტი არ აგვყავს და რაღაცნაირად ველას გავდივართ. ძალიან ბევრი ჩვენი თანამშრომელი გერმანიაში წავიდა სეზონურ სამუშაოზე. და აღარ დაბრუნებულან? არა, დაბრუნდება, რა თქმა უნდა, სეზონური სამუშაოა იქ ზაფხულში და შემოდგომაზე უკვე დაბრუნდება, როცა ჩვენ მაღალი სეზონი დაგვიწყება წესით. აი თავად ზრდა მუდამ არის ხოლმე თქო ესეთი კონტრშეკითხვა, რომ აი მაშინ თქო გავძერდოთ ხელფასები, იყოს ესეთი პირობები, რამდენად იზრდება მიყובה. იგივე თუნდაც ინფლაციას არსებული ხელფასები იქნება ეს დეველოპმენტში თუ სასტუმროს მიმართულებით. იცით რა არის, სასტუმროს მიმართ დეველოპმენტში ახლა სასახად არ ვიტყვი, მაგრამ სასტუმროს მიმართულებით დაბალ სეზონზე ძალიან უჭირს სასტუმროს ბიზნესს დაბალ სეზონზე ხელფასების გადახდა. მაინც არის გამოწვევა? გამოწვევა არის კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, რომ მაღალი ხელფასები იყოს, 2000 ლარს ნაკლები ხო არ იყოს ხელფასი, თუმცა ეს მარტო საქართველოში არ არის, ჰორეკა სექტორში ყველგან დაბალია ხელფასი, მარტო ჩვენთან არა, ევროპაშიც არის შედარებით. სხვა სფეროსთან შედარებით უფრო დაბალია ხელფასი. აი, რაც შეეხება რეგულაციებს, ვიცით რომ უკვე რამდენიმე თვე არის უცხოელებთან მიმართებაში არის რეგულაციები, რომ აკრძალული არ არის ამ სექტორში დასაქმება, მაგრამ დამატებით ეს მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, თქო, იმიგრანტმა, ვისაც სურს აქ დასაქმება, ხო? რაიმენერ თუ აისახა ესე თქვენ ბიზნესზე, რადგან ფაქტია რომ მაინც გართულდა და ნებართვის აღება ჭირდებათ უცხოელებს, ნუ რაღაც სექტორებში სრულად აიკრძალა, თუმცა ამ თქვენ სექტორებში არის შესაძლებლობა. აქამდე თუ ყავდათ უცხოელები დასაქმებულები
და ახლა თუ შეიცვალა. ჩვენ არ ყოლია და ამიტომ ამასთან შეხება ამ კონკრეტულად ამ ფაქტთან შეხება არ ქონია. რომ შევაჯამოთ ბატონო პატა, როგორი არის მოლოდინები ზაფხულის სეზონზე, შეიძლება რთული იყოს ამაზე საუბარი, იმიტომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაღაცა პროგნოზები შეიძლება კეთდებოდეს გასულ პერიოდშიც, მაგრამ შემდეგ რაც ან სამწუხარო მოვლენები დგება ხოლმე. წელს ვიმედოვნოთ, რომ აღარ იქნება მომავალ პერიოდში, მაგრამ აი რა გათვლები გაქვთ, რამდენად შეიძლება თქვათ გასულ წელთან შედარებით ზრდა იყოს ივნისში და შემდეგ ზაფხულ დარჩენილ დღეებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შაშანდას აუცილებლად გავასწრებთ. მე არ ვიცი გუდაურ შემთხვევაში როგორ იქნება. გუდაურ კიდევ ვიმეორებთ, ძალიან დიდად იქნება ავიაბილეთებზე დამოკიდებული. დანარჩენი ყველა სასტუმრო, ყველა რეგიონში აუცილებლად შაშანდას გაასწრებთ, თუმცა არ იქნება იზრდა დაგეგმილი, რაც ჩვენ ქონდა და ვფიქრობდით, რომ ძალიან კარგად დაიწყო სეზონი და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენ ყოველ წელს ესე ვფიქრობთ, რომ სეზონი ძალიან კარგად იწყება, მაგრამ აბსოლუტურად ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ანუ მოლოდინები სამწუხაროდ არ არც ერთხელ არ გამართდა ბოლო 6 წლის განმავლობაში. არც არ კი. და თქვენ აღნიშნეთ, რომ ინდოეთიდან შეჩერებული პირდაპირ ფრენები უნდა აღდგეს, ხო? რა იმადა დაყნობით გაქვთ ეს ინფორმაცია და როდიდან შეიძლება რომ გამახვილოს კომპანიებმა გვითხრეს, რომ ივლისიდან აღდგება. შესაბამისად გაქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება ინდოეთიდანაც კი, ინდოეთი ძალიან დაინტერესებულია ჩვენთან ყოველთვის იყო ინდოეთიდან ტურისტები, მოთხოვნა ყოველთვის მეტი იყო, პირიქით გახსოვთ სავიზო პრობლემები ჰქონდათ, მე თითქოს ეს საკითხი დაალაგდა. ძალიან კარგად მოდიოდნენ, საკმაოდ რაოდენობა იყო და ეხლა ამ პრობლემებს გადავაწყეთ, ისე რომ ძალიან ძვირი ჩდება დღეს ჩამოფრენა ინდოეთიდან საქართველომდე. და ბოლოს რემარკის სახით აზერბაიჯანიდან რაც ბაქოსთანაც აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა, ხედავთ უკვე ნაკადს გაზრდილს უფრო მოლოდინის რეჟიმში ხართ? რაღაცით რა თქმა უნდა გაიზარდა, ხა ნოლთან შედარებით გაზრდილია რა თქმა უნდა, მაგრამ ის რაც იყო 2019 წლამდე ეს მატარებლით ვერ აღდგება. ვერ აღდგება და მათ შორის ალბათ საავტომობილო გზის გახსნაც არის საჭირო, სახმელეთო ამ შორის საავტომობილო, რაც უკვე რამდენი წელია დაკეტილი არის და ამაზე. იმიტომ როდესაც ავიაბილეთები ძვირდება, ყველაზე აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, მეზობლებიდან ტურისტების მოზიდვა. ნახოთ როგორ იქნება სიტუაცია, მაინც წარმატებებს გისურვებთ, იმედია, მოლოდნელი ნეგატიური ფაქტები და მოვლენები აღარ იჩენს თანს და შედარებით, როგორც თქვით, მაინც ზრდით დასრულდება ზაფხულის სეზონი. პატა კოკაია იყო ჩვენი სტუმარი, ინჯგუფის დამფუძნებელი.